აპლიკაცია, ერთი unboxing-ით გაგიბრუნდით. ამჯერად გამოვიწერე ძალიან მაგარი აპლიკაციიდან, რომლის შესახებაც მე არ ვიცოდი აქამდე. არგფასებად არის ესე ვიტყოდი, ტანსაცმელი და ძალიან დიდი არჩევანია, მაგრამ ეგ იქით იყოს. ამაზე ვცდილობ მოგვიანებით ვისაუბრებ. ეს აპლიკაცია იყო მხოლოდ ბერძნულ ენაზე და აპლიკაცია არ თარგმნიდა ინგლისურად და პირველად დავტესტე ჩემი ბერძნული ენა და რაღაც ტესტი მოვუწყე ჩემ თავს. ყველაფერი გავიგე, რაც მაინტერესებდა, მიუხედავად იმისა, რომ 3 თვეა უკვე ვიმზადები. გამოვწერე მოკლედ ბერძნულ ენაზე და როგორც ხედავთ, მოვიდა კარგად. იმედია, რომ ის ნივთიერება, რაც მინდოდა. და მოკლედ ძალიან მიხარია, რომ რაღაცა პრაქტიკაში დავიწყე გამოყენება ამ ენის. ახლა გავხსნათ და ვნახოთ ერთად რა გამოვიწერე ბერძნულად. ეს ლოფერები გამოვიწერე. სიმართლე რომ გითხრათ, ეს ლოფერები ვიცოდი, ვიცოდი რასაც ვწერდი, იმიტომ რომ სითიმულში აღმოვაჩინე განტის მაღაზიაში. უბრალოდ ღირდა ძალიან ძვირი, ზუსტად ვიცოდი რომ ნახევარფასად ვნახავდი და გამოვწერდი. და ესეც გავაკეთე პრინციპში 500 ლარი ღირდა, ან 450 თუ არ ვცდები და მე გამოვიწერე ამ აპლიკაციიდან 90 ევროდ, რაც თითქმის ნახევარი ფასი არის. შესაძლოა ჩაცმული მქონდა და ვიცით როგორი კომფორტული არის. ვისაც ნანახი გაქვთ ჩემი unboxing-ი არკეტიდან რომ გამოვიწერე ლოფერები, იმისგან განსხვავებით, ეს არის ყოველდღიური, ძალიან კომფორტული, თან ესე მიხვდებით რა სხვა ტიპის ლოფერი არის და იმ მარკეტისგან განსხვავებით არის პრიალა. ეხლა ამასაც გაჩვენებთ ჩაცმულს და ზარაში ვიყიდე ამისთვის სპეციალურად ჯინსი და მაისური და ერთად დავასტაილინგოთ. აი ესეთი ჯინსია straight fit, რომელიც მგონია რომ ძალიან უხდება ლოფერებს. ეს ფერი ძალიან მომწონს მე პირადად და შავ ლოფერებსაც ლამაზი იქნება. და დიდი ხანია არ მიყიდია ახალი straight fit ჯინსი. ძირითადად barrel jeans მაქვს ხოლმე და სულ რაღაცნაირად ფართუნა, დიდი და ეს არის must have, ერთი მაინც უნდა გქონდეს გარდერობში ჩემი აზრით. და უბრალოდ გამოვაყოლე, რასაც ქვია, სალაროსთან ეკიდა ესეთი მაისური, ძალიან სადა უბრალო და ის მომეწონა, რომ ძალიან გავს კოსის მაისურს და ფასი კი არის 19 ევრო. 19 ევროც ძვირია ხა მაისურისთვის, მაგრამ არ ქონა ფასდაკლება და